შესაძლოა იყო ეს ინფორმაცია სწორი, შესაძლოა არ იყო ეს ინფორმაცია სწორი. მისი სიტყვებია. დიახ, კი, მისი სიტყვებია. სუსის მოწმემ ამ ჩვენებით პროკურატურა დღეს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ბაჩუ ახალაია საქმე საგამოძიებო უწყება სასამართლოში ლამის თავზე ჩამოეშალა. მოწმის სტატუსით პროცესზე მისულმა სუსის თანამშრომელმა ვახტანგ დალაქიშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცა. არადა ოპერატიულ პატახში დალაქიშვილი წერდა, რომ ახალაია ცოლთან ერთად ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა. არ ქონდა ინფორმაცია, რა საშუალებით გადაადგილდებოდა, არ ქონდა ინფორმაცია, ბაჩანა ახალაიას ქონდა თუ არა ბილეთი, არ ქონდა ინფორმაცია, ქვეყნის შიგნით აპირებდა გადაადგილებას თუ ქვეყნის გარეთ აპირებდა წასვლას, არ ქონდა ასევე ინფორმაცია, რაც ტექნიკური საშუალებით აპირებდა წასვლას, ასევე არ ქონდა ასევე ინფორმაცია და არ ქონდა გადამოწმებული ბაჩანა ახალაია იყო თუ არა ოპერატიული ძებნაზე, საზღვარზე შეჩერებული და გადაამოწმა თუ არა ეს, ანუ მოკლედ ფიზიკურმა პირმა, რომელიც სასამართლოზე იყო წარმოდგენილი და მან ჩვენება მისცა მხოლოდ პატაკის ირგვლივ, არანაირი ინფორმაცია არ ქონდა, ნამდვილად აპირებდა თუ არა ბაჩანა ახალაია და ანინა დარეშვილი სახელმწიფო ქვეყნის გარეთ გასვლას. პროცესზე მისულმა დალაქიშვილმა პატაკში ჩაწერილი გარემოება სასამართლოს ვერ დაუდასტურა. ამას დახურული სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატები ამბობენ, მათი შეფასებით სასამართლოში დაკითხული მოწმის ჩვენება ვარაუდებს ეფუძნება. ფაქტობრივად დღევანდელ პროცესზე დაკითხული მოწმის ჩვენები დადასტურდა, რომ მის მიერ მიღებული ინფორმაცია იყო აბსურდული, არასწორი, უბრალოდ ვარაუდი და დიდი ალბათობით ეს ბაჩოს პოზიციაც იყო, რომ ეს არის მხოლოდ ხელოვნურად მოგონილი ინფორმაცია და გადატანილი პროცესი. ვახტანგ დალაქიშვილი საქალაქო სასამართლოს ეზოში დღეს მანქანით შეიყვანეს. სუსიდან მოყვანილ მოწმეს ტერიტორია ავტომობილით დაატოვებინეს. ამიტომ პირველებს არ ჰქონდა შესაძლებლობა მისთვის კითხვები დაგვესვა. თუ მილიარდშია დღეს პროკურორებაც კაცი ვისი პატაკის საფუძველზე ახალაია ეს სახში ჩხრეკა განჩინების გარეშე მოხდა დღეს სასამართლოში პირველად ნახა ანინა დარეიშვილმა. არც აეროპორტში დაუკავებივართ და არც რაღაცა შემოვედით, ვიყავით სახლის ფორმაში, შემოვიდნენ, როცა შემოვიდნენ, შემოვარდნენ, ვიყავით სახლის ფორმაში გაოგნებულები, იმიტომ რომ 9 საათი ადრე დაგვირეკეს და დაგვიბარეს და განვუცხადეთ მისვლაზე თანხმობა. შემოცვიდნენ რაღაცა გაუგებარი პატაკის საფუძველზე, რომელსაც რა ვიცი, სიზმრად ნახული რაღაცა პატაკი იყო დაახლოებით რა. ეხლა მე არ შემიძლია მოგაწოდოთ რაიმე ინფორმაცია კონკრეტული ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ, აი ისეთი სასაცილო საქმე არის, რომ რა ვიცი, ჩაოლებრად სტენდაპებში გამოიყენებდა ადამიანები. Wi-Fi-ის გამოყენების საქმეზე დღემდე პროკურატურა სასახლის ღობის საქმის მოწმეებს კითხავდა. ვერც ერთი მოწმე ვერ ხვდებოდა, რატომ იკითხებოდნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეზე. დაცვის მხარი ამბობს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებში არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ ბაჩუ ახალაიას სარგებლობდა რომელიმე ტექნიკური აპარატით და მას კონკრეტულ პირებთან კომუნიკაცია ჰქონდა. ვარაუდის სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათ შორის ეს მასალა, რომელიც ბრალდებამ წარმოადგენს, თუმცა როგორც ჩანს, იყო რაღაც გარკვეული სახის ინტერესი და ამ ინტერესიდან გამომდინარე მოხდა ბრალის წარდგენა. გამოძიების არც ერთ ეტაპზე არ არის დადგენილი ბაჩუ ახალაია სარგებლობდა თუ არა რაიმე ტექნიკური აპარატით, მათ შორის მობილური ტელეფონით, რა ტელეფონი ჰქონდა ბაჩუ ახალაიას, რა სიმბარათით სარგებლობდა ბაჩუ ახალაია, რა ფორმით უკავშირდებოდა დაუშვათ ბაჩუ ახალაია აქციის მიმდინარე პროცესში ჩართულ პირებს, თუნდაც ბატონ მურთაზოდელავას, ან ბატონ ბურჭულაძის. ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ დასტურდება ეს, რომ ბაჩუ ახალაია რაიმე ფორმით იყო ამ კონკრეტულ ბრალდებასთან მიმართებაში, ანუ 4 ოქტომბრის აქციასთან მიმართებაში ჩართული. Wi-Fi-ის გამოყენების საქმის გარდა თავდაცვის ექს-მინისტრი ბრალდებულია ივანიშვილის დამხობისკენ მოწოდების გამოც. ხვალ სასამართლოში ახალაია საქმის ამ ეპიზოდზე მხარეები შესავალ სიტყვებს იტყვიან. სხდომაზე იქნება ბრალდებულიც. აბსურდია თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ეს მოწოდება არანაირად არ არის, მოწოდება სხვა რამე არის, ეს არის აზრის გამოთქმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დაპატიმრებული პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე დაპატიმრებული ადამიანის. დავსვი კვალიფიციური იურისტებთან ეს კითხვა როგორ ხდება, იმიტომ რომ ამ მსგავსი შემთხვევა არასოდეს არ მსმენია და სავარაუდოდ შეიძლება განაჩენის გამოტანის მერე კიდევ თუ გაიმეორებს, სავარაუდოდ კიდევ აღძრან თავიდან და ასე უსასრულოდ. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ხელბორკილები დეკემბრის ბოლოს დაადეს. ოცნების საგამოძიებო უწყება მას 4 ოქტომბრის მთავარ ორგანიზატორად მტკიცებულებების გარეშე ასახელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექს-მინისტრს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.